საღამო მშვიდობისა, ეს არის საავტორო გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურვა და დღეს წარმოგიდგენთ. სასამართლოს დარბაზები, დერეფნები და ეზოები ტელეკამერების გარეშე. გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, გასაიდუმლოებული მოწმეები. კიდევ რა იცვლება კანონებში დაჩქარებული წესით. ვის იცავს რეალურად სახეცვლილი კანონმდებლობა და რატომ უწოდებს მას რეპრესიულს იურისტების ნაწილი. ურთიერთ დაპირისპირების რეჟიმში გადასული ოპოზიცია, გაბრაზებული სამოქალაქო საზოგადოება და გაურკვევლობაში დატოვებული ამომრჩეველი, თვითმმართველობის კალენდარული არჩევნები და ბუნდოვანი პოლიტიკური პერსპექტივა. როგორია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზი. ახალი გეოპოლიტიკური პროცესები რეგიონში, სომხეთის სწრაფვა ევროკავშირისკენ, რუსეთისა და აზერბაიჯანის გამწვავებული ურთიერთობა და პუტინის შესუსტებული პოზიცია ამიერკავკასიაში. როგორია საქართველოს პოლიტიკური როლი შეცვლილ რეალობაში. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური პროცესების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურვასთან ერთად. ტელეკამერებისთვის დახურული სასამართლოს დარბაზი, დერეფანი, ეზო, გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა, გასაიდუმლოებული მოწმეები, ფინანსური დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა მდგომარეობის დამძიმება, ასევე დამძიმებული სამართლებრივი მდგომარეობა უცხოელებისთვის. პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით იღებს, ხოლო გუშინ რამდენიმე ცვლილება მიიღეს. გამკაცრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. თუ წყვილმანი ხულიგნობის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირი ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორების შემთხვევაში მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. იცვლება გზის გადაკეტვის საქმეებზე გასაჩივრების წესი. ჯარიმები გზის გადაკეტვაზე პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ იარსებებს. ჯარიმა ძალაში შევა, აღსრულება დაიწყება პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და მის მოქმედებას აპელაციაში გასაჩივრება არ შეაჩერებს. ჯარიმის გადახდა პირველი ინსტანციის დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოხდეს, რის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს იძულებითი აღსრულების პროცედურები. შეიზღუდა სასამართლოს სხდომების აუდიო ჩაწერაც. ცვლილება შევიდა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონშიც. ცვლილებების თანახმად პროკურორს შეეძლება, რომ დაფარული დატოვოს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში გამოძიებასთან თანამშრომლობს. ეს შეიძლება იყოს როგორც პოლიციელი, რომელიც მოქმედი წესით სასამართლოში მისცემდა ჩვენებას, ისე სხვა მოწმე. იცვლება ნარკოპოლიტიკაც. კანაფის ან მარიხუანას შეძენა შენახვა მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელი მკაცრდება. ცვლილებების მიხედვით მარიხუანას მოხმარება დასჯადი გახდა. 5 გრამ მარიხუანაზე კი 6 წლამდე პატიმრობა განისაზღვრა. სიახლეა უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონშიც. უკანონო მიგრანტის გამოვლენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხოელის საცხოვრებლის და სამუშაო ადგილის შემოწმების უფლება ექნება. რატომ უწოდებენ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დრაკონულს და რეპრესიულს? ამაზე ვიმსჯელებთ კანონებში შესული ცვლილებების განხილვის საფუძველზე. დღესვე მიმოვიხილავთ პოლიტიკურ პროცესებს, რაც თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ წვავდება. ერთობა არ შედგა პროევროპულ ოპოზიციაში. პარტიებმა ვერც არჩევნების ბოიკოტის და ვერც მასში მონაწილეობის საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას. ბოიკოტის იდეის ირგვლივ 8 პარტია გაერთიანდა, კახარიას პარტია და კოალიცია ცვლილებებისთვის კი ამ იდეას არ იზიარებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. თავისუფლების მოედანი, დროა, გირჩი მეტი თავისუფლება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ახალი და ფედერალისტები. როგორ უნდა აწარმოონ საარჩევნო კამპანია მასში მონაწილეობის მსურველმა პროევროპულმა ოპოზიციურმა ძალებმა ისე, რომ სხვა პროევროპული ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არ აღმოჩნდნენ. ან საერთოდ, რა სახე შეიძლება მიიღოს საარჩევნო პროცესებმა ასეთ ვითარებაში. ამაში გარკვევას ექსპერტებთან ერთად შევეცდებით. ხმაური იყო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გიორგი მინდაძეს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშოვმა მიიღო. ეს ის მოსამართლეა, ვინც განაჩენი გამოუტანა მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე. გიორგი მინდაძე ერთ-ერთია იმ პატიმართაგან, ვისაც საზოგადოების ნაწილი სინდისის პატიმარს უწოდებს. მინდაძეს პარლამენტთან პიროტექნიკის სროლას ედავებიან, რის გამოც ბრალდების თქმით გედედეს ინსპექტორმა შმაგიმ ჯაჭვაძემ ფეხზე დამწვრობა მიიღო. სასამართლოში გიორგი მინდაძის მხარდასაჭერად მისული
მოქალაქეები მანდატურებმა სასამართლოს შენობიდან გამოყარეს. მოქალაქეების თქმით, მათზე ძალადობა სასამართლოს ეზოშიც გაგრძელდა. დაშავდნენ ადამიანები, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამბავზე გიამბობთ მოკლედ. ქართული ოცნება თავის მართლების რეჟიმში აღმოჩნდა, საქართველოში ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა, რომ ეს მორალურად არასწორია. მანამდე განცხადება გააკეთა ირანის საელჩომ, რომლის თანახმადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილმა უკაცრავად საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი გამოთქვა, ირანის მიმართ კი სოლიდარობა გამოხატა. დღეს განმარტებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყებაში განაცხადეს, რომ ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნი ირანის საელჩოს ინიციატივით გაიხსნა და საგარეო უწყებას ოფიციალური ნოტით 26 ივნის მიმართეს. ისრაელის გამოხმაურების გარდა მწვავე იყო გამოხმაურება ამერიკიდან. ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი თეირანის ტერორისტული რეჟიმის საელჩოში მივიდა ღონისძიებისთვის, რომელიც ისრაელის რეჟიმის თავდასხმის დროს მოკლული წამებულების მემორიალს ეძღვნებოდა და ტერორისტებს სოლიდარობა გამოუცხადა. ქართულ ოცნებას ტერორისტული ირანი და ჩინეთის კომუნისტური პარტია უყვარს და ამერიკას ძულს. დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე საკუთარ გვერდზე. ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ 1 საათის განმავლობაში. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, გია ნოდია, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი და გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი. აქვე გეტყვით, რომ დღეს გადაცემაში მონაწილეობაზე უარი გითხრეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, ადგილობრივ დონეზე კი პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. და ჩვენ საუბარს ვიწყებთ ჩვენს პირველ სტუმართან. ბატონი გია ნოდია, პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, შემოგვიერთდა უკვე პირდაპირ ეთერში. ბატონი გია, საღამომშვიდობისა, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. იმედი მაქვს. საღამომშვიდობისა. ბატონი გია, ბევრი საინტერესო და რთული პროცესი განვითარდა საქართველოში ბოლოს. მინდა მოვასწროთ ბევრ განსხვავებულ საკითხთან შეხება, მაგრამ მინდა დავიწყო იმ რეზოლუციით, სადაც საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ციხეებიდან ადამიანები, რომელთაც საზოგადოების ნაწილი სინდისის პატიმრად მოიხსენიებს. ასევე ხაზგასმულია ოდირის საარჩევნო მისიის საბოლოო დასკვნიდან გადმოტანილი ფრაზა რამდენიმე შეუსაბამობა. სწორედ ასეა ფორმულირებული და ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ ოდირის დასკვნა იყო და არის ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო იმისთვის, თუ როგორ კარგად ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და როგორი დადებითი იყო ეს დასკვნა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ხელისუფლება ყოველთვის ჩალისფას ადებს მსგავს დოკუმენტებს, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ უნდა რეაგირებდეს საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს მეგობარი ქვეყნების, ევროპელი პოლიტიკოსების ასეთ რეაგირებაზე და მოწოდებაზე და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება უნდა ცვლიდეს თუ არა პოლიტიკას, თუნდაც ქვეყნის საზღვრებს შიგნით. ჩვენ გვაქვს უკვე დიდი ხანია, სულ მცირე, 1 წელია, უფრო სწორად ალბათ 2-3 წელია, სრულიად პარადოქსული ვითარება, როდესაც რეალურად საქართველოს პოლიტიკა საშინაოს და საგარეოც არის ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანუ რეალურად ხელისუფლება მოქმედებს იმ წანაზღვრიდან გამომდინარე, რომ დასავლეთი არის მისი მტერი და ის დასავლეთს ეძახის პრაქტიკულად აიგივებს ჯერ გლობალური ომის პარტიასთან, შემდეგ რაღაც deep state-თან, ეს უბრალოდ მეტაფორებია, მაგრამ ფაქტიურად იგულისხმება დასავლეთი. დასავლეთი არის მტერი, მაგრამ ფორმალურად ის ბოლომდე ამას არ ამბობს, ხო? მან გადადო მხოლოდ, ასე ვთქვათ, ჭრალებში ევროინტეგრაციის პროცესი, ანუ საბოლოოდ ვარიარულ ფორმს მასზე ის რჩება ჩვენ რჩებით, ქვეყანა რჩებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად. ხო, ანუ ბოლომდე ასე ვთქვათ არ მიყავს ეს თავისი
როგორც დასავლეთის მოწინააღმდეგის ან მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში ყოფნის სტატუსი, ანუ ფორმალურად დასავლეთის მეგობართა ბანაკშია, რეალურად მოწინააღმდეგეთა ბანაკშია და სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი ეს. დასავლეთი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დასავლელი ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები, ორგანიზაციები და ასე შემდეგ, მაინც, ასე ვთქვათ, ბოლომდე ვერ ჩამოწერენ საქართველოს, იმიტომ რომ ის რჩება თუნდაც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად, ამიტომ მას აფასებენ იმ კრიტერიუმებით, რითაც უნდა შეაფასო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე და ასე შემდეგ. და მაგრამ რა თქმა უნდა ისინი დადებითად ვერ შეაფასებენ თუ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელებენ. ცხადია, ისინი მუდმივად, ასე ვთქვათ, შეგვახსენებენ, რომ ეს ქმედებები, მათი საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და პოლიტიკა არ შეესაბამება, ასე ვთქვათ, ახლოსაც ვერ მოდის უпростоრად ევროპული დემოკრატიის სტანდარტებთან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე დიდი ხანია უკვე ყოველ შემთხვევაში ბოლო რამდენიმე წელია აღებული აქვს იგნორირების გზა, ის ისე იქცევა, როგორც თქვი, როგორც მოიქცევა რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ის სრულ იგნორირებას უწევს ნებისმიერ მოწოდებას, რომელიც ეხება საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვას. კი ბატონო, საგარეო მიმართულებით კიდევ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ ბატონგია, მაგრამ ამ წუთას მინდა საქართველოს ფარგლებს შიგნით განვითარებულ მოვლენებს დავუბრუნდეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან რთული ვითარება შეიქმნა ოპოზიციაში და სავარაუდოდ კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ. ხელისუფლების კონკურენტ პარტიებში საზოგადოება თვალყურს ადევნებს პროცესებს, სადაც პარტიები ვერც ბოიკოტზე შეთანხმდნენ, ვერც არჩევნებში მონაწილეობაზე. ეხლა არის ცოტათი უცნაური ვითარება, სადაც ოპოზიციური პარტიები, მაგალითად ბოიკოტზე შეჯერებული 8 პარტია, ხალხის წინაშე, წინასაარჩევნო პერიოდის დაწყების შემდეგ უნდა გამოვიდეს მოწოდებით, რომ ბოიკოტში დაარწმუნოს მოკლედ საზოგადოება და ჩვენ გვაქვს საწინააღმდეგო, მაგალითად გიორგი გახარიას პარტია, ვიცით, ასევე კოალიცია ცვლილებებისთვის, მათ უნდა უმტკიცონ ამომრჩეველს რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში ჩართვა. აღმოჩნდა, რომ პროევროპული ოპოზიცია ერთმანეთის პირისპირ და წინააღმდეგ დგას ახლა. ამ დროს ამომრჩეველმა რა უნდა ქნას და ზოგადად ეს ვითარება როგორ შეიძლება შეფასდეს? ეს ვითარება, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი და ძალიან მომგებიანი მმართველი პარტიისთვის. მე მესმის, რომ არჩევნების ბოიკოტის სასარგებლოდ არის სერიოზული არგუმენტები, ძალიან სერიოზული არგუმენტები, ასევე სერიოზული არგუმენტები აქვს მათ, ვინც თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა ჯობია ბოიკოტს, მაგრამ რა თქმა უნდა, კოლექტიურად ოპოზიციაზე თუ ვისაუბრებთ, პასუხისმგებლიანი ქცევა იქნებოდა შეთანხმება ან ბოიკოტზე, ან არჩევნებში მონაწილეობაზე. შეთანხმება ან ერთზე, ან მეორეზე უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ის ვითარება, რომელიც გვაქვს. ცხადია იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებაც ვიცით, რომ გახლეჩილი ერთგვარად ამ საკითხზე, კვლევების თანახმად, უფრო პოლიტიკურად აქტიური ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც უფრო დიდ ქალაქებში ცხოვრობს, უფრო ბოიკოტისკენ იქცევა, იხრება, მაგრამ ასევე არის საგრძნობი ნაწილი ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლისა, რომელიც თვლის, რომ მაინც საჭიროა არჩევნებში მონაწილეობა. გვაქვს ეს განხეთქილება და ის ცუდია ოპოზიციისთვის, კარგია ხელისუფლებისთვის. ეს გვაქვს მოცემულობა, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია, რა თქმა უნდა, და პრაქტიკულადაც შესაძლებელია, რომ ოპოზიცია შეთანხმდეს ან ერთზე, ან მეორეზე მთლიანად. მე მგონია, რომ მიუხედავად იმისა, ობიექტურად რომელი არგუმენტია უფრო სწორია, მონაწილეობა თუ ბოიკოტი, პრაქტიკულად იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი, ოპოზიციური ამორჩევლის დიდი ნაწილი ბოიკოტს ემხრობა, რამდენიმე პარტიის მიერ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ჩემი აზრით ეს პარტიებიც უნდა დაეთანხმონ ბოიკოტს,
თუნდაც თვლიდნენ გულწრფელად, რომ ეს შეცდომაა. ბატონ გია, თუ მოხერხდება, აი რა ვიცი, თეორიულად რო განვიხილოთ, ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ ცოტათი მიუღწეველი ჩანს ეს ერთობა, მაგრამ თუ ეს შედგა და აი ამ 8 პარტიას შეუერთდა კოალიცია ცვლილებებისთვის, გახარიას პარტიაც დავუშვათ. ჩვენ გვექნება რეალობა, რომ მაინც იარსებებენ ოპოზიციური პარტიები, სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა იქმნებიან საგულდაგულოდ თუ არსებობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია აი ეს რაღაც ერთობა აქტიური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი ერთსულოვანი ბოიკოტირება, აი რას შეცვლის ეს არჩევნები ჩატარდება, დიდი მსჯელობაა ლეგიტიმაცია თუ არალეგიტიმაციის მინიჭება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ასეთი რეალობა დადგა, აი რა შეიცვლება, რა ვითარებას მივიღებთ, ეს კალენდარული არჩევნები არ გადაიდება, მაინც ჩატარდება, ხომ ასეა? ესა ფორმალურად ლეგიტიმური ეს არჩევნები რა თქმა უნდა იქნება, ისევე როგორც ფორმალურად ლეგიტიმურია დღევანდელი ხელისუფლება და 2024 წლის არჩევნები, მაგრამ ლეგიტიმურობა არ დაიყვანება ფორმალურ ნაწილზე, მხოლოდ გასაგებია რომ როგორც დღეს არსებობს სამინისტროები და პარლამენტი და იმ კანონებს იღებს და იმ კანონებით შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ხვალ დაიჭირონ, ხო ასევე შეიქმნება ახალი მუნიციპალური ორგანოები ახალი არჩევნების მიხედვით, ეს თქვა. ეს ვითარება რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ ლეგიტიმურობა არ დაიყვანება, როგორც თქვი, მხოლოდ ასეთ ფორმალური წესების დაცვაზე. გასაგებია რომ თუ იმ ვითარებაში თუ ძირითადი პარტიები ხო რომელებიც ასოცირებულია ოპოზიციასთან არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ну რაღაცნაირად საზოგადოებრივი კონსენსუსი იქნება, რომ ეს არჩევნები ასახავს მხოლოდ ხელისუფლების ასე ვთქვათ აზრს და მხოლოდ ხელისუფლების ფორმალური ლეგიტიმაციისთვის ჩატარდა, მაგრამ შინაარსობრივად ეს არ იყო მრავალპარტიული არჩევნები. ის რომელიღაც 2-3 პატარა პარტია, რომელიც ასე ვთქვათ ტრადიციულად 1%-იანი ან 1%-იანიც არ არის, ან ახლად შეიქმნება, მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ფორმალურად ამას დაერქმევა მრავალპარტიული არჩევნები, ამას ამ შინაარსობრივი თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს. კი ბატონო, და ჩვენ დღესაც მოვისმინეთ, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებს, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა მიმართავდა, რომ დროზე მიიღონ მათ გადაწყვეტილება ბოიკოტის სასარგებლოდ, ასევე წინასწარ იცის საზოგადოებამ და ჯერჯერობით ურყევია გახარიას გუნდის გადაწყვეტილება, ისინი არ აპირებენ პოზიციის შეცვლას და ისინი აპირებენ ჩართვას ამ პროცესში და მონაწილეობას. ეს ყველაფერი და რა ხრაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს პროევროპული ოპოზიცია დღეს ორფლანგად არის გაყოფილი და მათ შორის მწვავდება ეს დაპირისპირება, ну დღევანდელი მონაცემებით ასეა. ეს ყველაფერი ხელს აძლევს ხელისუფლებას, თქვენ ამაზეც ისაუბრეთ ხო ფრაგმენტულად. თუმცა აი ქართული ოცნების სპიკერები ოპოზიციურ პარტიებს არც მთლიანობაში, არც სათითაოდ ანგარიშ გასაწევ ძალად არც თვლიდნენ. ყოველ შემთხვევაში სპიკერები ამაზე აპელირებენ. უპირობო გამარჯვებული გამოდის ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში, აი როგორ ჩანს ეს ყველაფერი დღევანდელი გადასახედიდან? ну ასე ვთქვათ, თუ გამარჯვებაში ვიგულისხმებთ არჩევნების ოფიციალურ შედეგს, დიახ. ჩემი აზრით ეს ამ მომენტისთვის პრაქტიკულად გარანტირებულია ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ რაღაც სასწაული რომ მოხდეს და ბოიკოტზე იმ 8 პარტიამაც თქვას უარი, უკვე ამორჩევლის მობილიზება და მასში გამარჯვების, ასე ვთქვათ, იმედის ჩანერგვა ძალიან რთული იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ლეგიტიმაციის, შინაარსობრივი ლეგიტიმაციის, როგორც კი პრობლემა არ ექნება, იმიტომ რომ კი მას ის ასე ვთქვათ არჩევნები ჩატარდება, კანონები, წესები დაცული იქნება, მაგრამ ის ვითარება, რომ ხელისუფლება არ გამოხატავს ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის აზრს და ძალიან დიდი ნაწილის თვალში ის არ არის რეალურად ლეგიტიმური ხელისუფლება, ეს პრობლემა ხელისუფლების წინაშე დარჩება. ასე რომ ამ თვალსაზრისით მაინც მნიშვნელობა აქვს სწორედ ოპოზიციის ასე თუ იცი შეთანხმებულ მოქმედებას.
კი ბატონო, პროცესი, რომელსაც საზოგადოება გუშინ ადევნებდა თვალყურს გიორგი გახარიას ონლაინ გამოკითხვა საგამოძიებო კომისიაზე, როგორი შეფასების საშუალებას იძლევა? ეს არის ფაქტი, პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებისთვის და როგორ შეფასდება თავისი კონტექსტით, თავისი ლექსიკით, აი რა პროცესს ადევნებდა საზოგადოება თვალს და აქედან საგულისხმო რა არის? აი რატომ არის მნიშვნელოვანი ან რას შეცვლის ეს მაგალითად წინა საარჩევნო პროცესში ამომრჩევლისთვის? Ну, ეს კომისია არის ერთგვარი, უფრო PR კამპანია, თუ სეირი შეიძლება ითქვას და, ვიღაცისთვის საინტერესოა უბრალოდ, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად არ არსებობს ქვეყანაში და ერთი ეს კომისიაა, სადაც ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა ძალების შერკინებას ხანდახან ვხედავთ. ოპოზიციის წევრები უმეტესად არ მიდიან კომისიაზე, მაგრამ გახარიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და რაღაც საზოგადოებისთვის ერთგვარი სეირიან გართობაა, მაგრამ სერიოზულად რო შევხედოთ, რა თქმა უნდა, ამას სამართლებრივ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს. წინასწარ განსაკუთრა ხელისუფლებამ, რომ მისი მიზანია ოპოზიციის საერთოდ აკრძალვა კანონგარეშე გამოცხადება, ანუ როგორც სასამართლოში სამწუხაროდ, ასევე ამ კომისიაში შედეგი წინასწარ ვიცით, შედეგი დადგება ის, რაც ბიჯინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და ეს პროცესი არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ფორმალობა, თუმცა რაღაც ხელისუფლება განსაკუთრებით ცდილობს, რომ ეს გასართობიც იყოს, რომ რაღაცნაირად ხალხმა უყუროს და როგორც ჩანს, მას იმედი აქვს, რომ ვიღაცებს ეს მოეწონება. ცხადია, სხვას ეს არ მოსწონს, მაგრამ რეალური არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი მნიშვნელობა ამ პროცესს არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. კი ბატონო, ბატონგია, ცოტათი ის საგარეო კონტექსტი მინდა ისევ შემოვიყვანო და მასშტაბები გავშალოთ. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საკანონმდებლო ცვლილებებს, დაჩქარებული წესით, ცვლილებები კანონებში, რომელსაც იურისტების დიდი ნაწილი დრაკონულს და რეპრესიულს უწოდებს. ცვლილებები, რომლებიც დასჯაზეა, მკაცრ მიდგომებზეა ორიენტირებული და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მსოფლიოში გლობალური გეოპოლიტიკური პროცესები ვითარდება, რეგიონშიც რთული და ამავე დროს საინტერესო მოვლენებია, უყურებთ სომხეთის სწრაფვას ევროკავშირისკენ, დინამიკას, მიღწევებს ამ მიმართულებით, აზერბაიჯანის და რუსეთის დაპირისპირებას. ამ დროს საქართველოს თითქოს აი კონტექსტიდან არის ამოვარდნელი და მოქმედებს იზოლირებულად, დისტანცირებულად, აქ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებებისგან განცალკევებით ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს თითქოს მხოლოდ პროცესები და როგორი პროცესებია და რა შეფასებებია ამაზე საუბრობთ. როგორია თქვენი ანალიზი ამ პროცესებისადმი, როგორი უნდა იყოს დღეს საქართველოს პოლიტიკური როლი აი გეოპოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ჩვენს ირგვლივ, თუნდაც ჩვენ სამეზობლოში ვითარდება? ფაქტობრივად, რა თქმა უნდა, საქართველო არის იზოლირებული, სრულიად იზოლირებულია დასავლეთის მხრიდან, ასე ვთქვათ, მაგრამ პრაქტიკულად მას აქტიური პოლიტიკა არც ერთი მიმართულებით არ აქვს. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთთან აქვს რეალური აქტიური ურთიერთობა, მაგრამ საჯაროდ ამას არ აჩვენებს ყოველ შემთხვევაში. და რა თქმა უნდა, ის ფოკუსირებულია შიდა პოლიტიკაზე, მისი მიზანია, რომ დარჩეს ხელისუფლებაში და ის მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი რაღაცნაირად გადალახოს და ამისთვის სწორედ ერთადერთი გზა არის რეპრესიების რაღაც ახალი ტალღის დაწყება და ახალი კანონების მიღება, რადგან ძველმა კანონებმა და ძველმა ასე ვთქვათ ცდილობებმა და ძალისხმევამ ვერ გატეხა საპროტესტო განწყობა ადამიანებში. აი ეს არის მისი ერთადერთი მიზანი, ყოველ შემთხვევაში რასაც ვხედავთ, მაგრამ ფაქტობრივად გასაგებია, რომ ის არ აცხადებს თავს რომელიმე ბანაკის ნაწილად და ასე შემდეგ და ვითომ სრულიად დამოკიდებლად მოქმედებს, მაგრამ ფაქტობრივად ის თავისი ქმედებების ერთობლიობით, მათ შორის აი თუნდაც აი ამ ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადებით თავს ამკვიდრებს ანტიდასავლურ ბანაკშიც. ანუ იმ ბანაკშიც, სადაც არის თქვათ რუსეთი, სადაც არის ბელარუსი, სადაც არის ირანი და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენი მეზობლები სომხეთის და აზერბაიჯანიც, რომლებიც ბოლო წლებამდე, ყოველ შემთხვევაში, სულ ბოლო პერიოდამდე
ცდილობდნენ ჩვენთან შედარებით გაცილებით უფრო ლოიალური ურთიერთობები ჰქონდეთ რუსეთთან, რუსეთს შორდებიან, ასე რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში თითქოს აი რუსეთს ჩვენ და ბელარუსი დავრჩით მის მეგობრებად. მეტი მეგობარი არ აყავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მდგომარეობას, ფაქტობრივად ეს ნიშნავს მსოფლიო იზოლაციას და მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს, უბრალოდ უნარიც არ აქვს რაღაც საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ქონისა, ის მას უბრალოდ განწყობები აქვს, ინსტინქტები აქვს, შეიძლება, მაგრამ არა სტრატეგია და ფაქტობრივად ჩვენ ვართ სრულიად იზოლირებული. კი ბატონო გია ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვეცით საშუალება თქვენი ანალიზი ჩვენი აუდიტორიისთვის მიგვეწოდებინა მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის ჩვენ პასუხობდა ბატონი გიანოდია პოლიტოლოგი ანალიტიკოსი ჩვენ რამდენიმე წამში შემოგვიერთდება თამთა მიქელაძე სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი ჩვენ მასთან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვისაუბრებთ ძირითადად რომელიც როგორც გითხარით იურისტების ნაწილის მხრიდან უკვე შეფასდა რეპრესიულად დრაკონულად თუმცა მანამდე საინტერესო ინფორმაცია განათავსა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სოციალურ ქსელში აქ საუბარია მე ამონარიც აგიკითხავთ ქსურს საზოგადოებას გაუზიაროთ ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სოციალური სამართლიანობის ცენტრის წინააღმდეგ დაწყებული ინსპექტირების შესახებ რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ავტონომიაში თვითნებური და აგრესიული ჩარევის ფორმას და ფუნდამენტურად არღვევს ჩვენი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, ისევ როგორც ჩვენი ბენეფიციარების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ინტერესებს წერია ამ განცხადებაში და თუ ჩვენ გვაქვს საშუალება სტუმართან საუბრის უფრო მეც რა თქმა უნდა ქალბატონი თამთასგან შევიტყობთ საღამოშვიდობის ქალბატონი თამთა მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის ჩართვისთვის გადაცემაში როგორც დავიგეგმეთ სურდა საკანონმდებლო ცვლილებებზე გვესაუბრა მაგრამ ვიდრე დავიწყებთ ამაზე საუბარს მინდა გკითხოთ სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თქვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესზე მე ხა მონარიდი წავიკითხე თქვენ ძალიან მკაცრი და მკაფიო შეფასება მიეცით ამ პროცესებს და თქვით რომ თქვენს ბენეფიციარებს არ უღალატებთ და მათ უფლებებს ბოლომდე დაიცავთ. მოდით ავუხსნათ აუდიტორიას რა შეა საქმე, როგორ შეგეხოთ თქვენს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის და სასამართლო საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება და როგორ აზარალებს ეს თქვენთან ერთად 8 არასამთავრობო ორგანიზაციის ბენეფიციარებს. მოგესალმებით, ირინა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო ზედიზედ სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურებს ინსტიტუციურად და ფინანსურად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ერთის მხრივ ისინი უცხო აგენტების რეგისტრაციის ქვეშ მოქცევას ითხოვენ სამოქალაქო საზოგადოებისგან, მეორეს მხრივ კი გრანტების შესახებ კანონში შევიდა ისეთი ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად დონორებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ხელსაბოლოოდ აიძულებს ყველა მათი საქმიანობა და საგრანტო საქმიანობის შინაარსი შეათანხმოს სახელმწიფოსთან, რაც წარმოუდგენელი კონტროლია, შინაარსობრივი კონტროლი დამოუკიდებელი ავტონომიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ჩვენ სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისთვის მუშაობთ, ჩვენ ძალიან ხშირად სწორედ ადამიანის უფლებებს ვიცავთ იმ კონტექსტში, როცა ადამიანის უფლებები სახელმწიფოს მიერ ირღვევა და ბუნებრივია არ შეიძლება ჩვენი საქმიანობის შინაარსი და ფარგლები მოწმდებოდეს, კონტროლირდებოდეს სახელმწიფოს მიერ. და თქვენ ხალხს უსვამდით აი ამ განცხადებაში, რაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ, რომ თქვენი და ორგანიზაციის ინტერესები და საქმიანობა არ შეიძლება პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტის საქმიანობასთან იქნეს გათანაბრებული. ირინა, მთავარი საკითხი ის არის, რომ მთელი ეს პროცედურები, რომელიც დაიწყო ჩვენი ორგანიზაციების წინააღმდეგ, აი მე შემიძლია ჩვენს შემთხვევაზე ვილაპარაკო, ზუსტად რა პროცედურა დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ, რატო დაიწყეს ინსპექტირება, რას გვედავებიან, რა დაინახეს პრობლემა ჩვენ საქმიანობაში, ამ დრომდე გაუგებარია. ხო წარმოგიდგენიათ, ჩვენ ორგანიზაციაში 20 მეტი იურისტი მუშაობს, კარგად ვიცით კანონები, ამ კანონებით ვიცავთ სხვა ადამიანებს უკვე 12 წელზე მეტია, მაგრამ
ანტიკორუფციული ბიურომ, ორი ინსტანციის სასამართლომ რა დაწერა, რა ზუსტად რა პროცედურის ფარგლებში მოგვაქცია, რატომ მოგვაქცია, რა მტკიცების სტანდარტით მოგვიდგა ამ პროცედურებში ჩვენთვის ბუნდოვანია. ერთის მხრივ ისინი იყენებენ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონს, რომელიც საარჩევნო სუბიექტებსა და პოლიტიკურ სუბიექტებსა და გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებს ეხება და ჩვენ ასეთები არა ვართ, ხო ჩვენ არ მონაწილეობთ არჩევნებში და ხალხის მობილიზაციას არ ვაკეთებთ. ჩვენ გრანტების შესახებ კანონის გამოყენებაც ამ პერიოდში აბსურდული ჩანს. 2014 წლის 1 იანვრიდან 10 ივნისამდე ამ წლის ისინი ყველა ინფორმაციის მიღებას ითხოვენ და ბუნდოვანია 16 აპრილს კანონში შესული ცვლილებები, რომელმაც ეს თანხმობის წესი დაადგინა ხომ მთავრობის მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გაცემულ გრანტებზე. ბუნდოვანია რატო უნდა გავრცელდეს იგივე წინა წლებში უკვე დასრულებულ პროექტებზე მაგალითად, ხო? ამიტომაც ზუსტად რა ხდება ჩვენს თავს სამართლებრივად ჩვენთვის ბუნდოვანია და ეს განუსაზღვრელობა, აი ეს თვითნებობა ბუნებრივია რომ შემაშფოთებელია, განსაკუთრებულად როცა საუბრობთ ავტონომიურ სუბიექტების გაერთიანების. კი ბატონო, აი გამოსავალს რაში ხედავთ? ქალბატონ თამთა, როგორ უნდა განაგრძოთ თქვენი საქმიანობა ამაზეც თუ შეიძლება გითხარით და შემდეგ აი ეს საკანონმდებლო ცვლილებები რაც მნიშვნელოვანია. დადგეს რეალობა თუ აი ეს კანონები მე ვეთახი ხომ რაც ფრანკენშტეინს ხო რაღაც აზერბაიჯანული, რუსული, ამერიკული კანონების ნაზავი, რომელიც იმიტომ იყო შექმნილი ვთქვათ იგივე რუსეთსა და აზერბაიჯანში რომ განადგურებული იყო სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკული აზრი, რომ ადამიანებს აღარ გქონოდა რესურსები და შესაძლებლობები რომ ერთმანეთს დავხმარებოდით და სოლიდარობის ხო გამოცდილება შეგვექნა და მეორეს მხრივ ვთქვათ იგივე ეს ფარა რომელიც ამერიკაში სრულიად სხვა კონტექსტში ძალიან ერთად გამოიყენება და არა ჩვენაერი ორგანიზაციებისთვის, ხო აი ეს ფრანკენშტეინი კანონების არსებობს სწორედ იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება განადგურდეს, აღარ ისმის კრიტიკული ხმა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ვეღარ დავეხმაროთ მოქალაქეებს. ხო ჩვენ ვეღარ შევძლოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. არის დარჩენილი რაიმე ბრძოლის მექანიზმი? სამართლებრივი წარმოიდგინეთ ორი ინსტანციის სასამართლო გავიარეთ სრულ ბუნდოვანებაში შაბლონური ტექსტები არგუმენტაცია სასამართლოს არ აქვს ზეპირი განხილვის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩვენ ამ ეტაპზე ავირჩიეთ სტრატეგია რომ ჩვენ მკაცრად და თანმიმდევრულად ვიცავთ პერსონალურ ინფორმაციას განსაკუთრებულ მონაცემებს ჩვენი ბენეფიციარებს და სხვა მესამე პირების თუმცა ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ საქმიანობას უკავშირდება ჩვენ ვაძლევთ ამაზე თქმას ანტიკორუფციულ ბიუროს ჩვენ ყოველთვის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპით მოქმედებდით ჩვენ საქმიანობაში ამიტომ უშუალოდ ჩვენი საქმიანობის ვთქვათ ჩვენების პრობლემა ამ ინსტიტუტთან არ გვაქვს გასაგებია რომ ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე უკანონო ჩანს თვითნებური ჩანს და ჩვენ დაველოდებით შემდგომ ნაბიჯებს ბიუროს მხრივ გასაგებია და გადავიდეთ ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე რომელიც ისეთი სისწრაფი და ისეთი რაოდენობით განხორციელდა ბოლო დღეების განმავლობაში რომ მართლაც რთულია სპეციფიური განათლების გარეშე მოქალაქეებმა შეძლონ მისი გააზრება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემური საკითხით მინდა დავიწყო იცვლება ხელისუფლების დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკისადმი აი მარიხუანა შეძენა შენახვა ჩვენ ვიცით რომ აქამდეც ისჯებოდა ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით ან მაშინ აი რითი შეიძლება აიხსნას ახალი საკანონმდებლო რეგულაციები აი რას ცვლის ეს საზოგადოებისთვის რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამით ხელმისაწვდომობა ნარკოტიკული საშუალებებისადმი შეიზღუდება თუ აი რა სიკეთეებს მოიტანს ეს ცვლილება მაგალითად ხო, პირველ რიგში ალბათ უნდა ითქვას, რომ უკვე წლებია საქართველოში კრიტიკულად დგას ნარკოპოლიტიკის საკითხი. ჩვენ სახელმწიფოს ვთხოვდით არსებული პარადიგმის ცვლილებას, რომელიც დასჯაზე და წარმოდამოკიდებული ადამიანების კონტროლზე იყო მიმართული და ჩვენ ვითხოვდით ამ მიდგომების რეპრესიასა და დასჯაზე დაფუძნებული მიდგომების ცვლილებას ზრუნვაზე ორიენტირებული, ჰუმანურობაზე ორიენტირებული მიდგომებით, იმიტომ რომ ადიქცია, ხო ეს არის სოციალური პრობლემა, ჩვენ გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები, 2000-იანი წლები, ხო და კარგად ვიცით რა იყო მიზეზები, მათ შორის სისტემური საზოგადოებრივი ეკონომიკური მიზეზები, აი ამ სოციალური პრობლემის, ხო? ომების გამოცდილება, სიღარიბე, უმუშევრობა, სოციალური აპათია, ხო გარკვეული თაობების სრული ჩამოწერა სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებიდან და მათი სოციალური მარგინალიზაცია ხდებოდა მიზეზი წარმოდამოკიდებულების. ამიტომ ჩვენ ვამბობდით, რომ აი ამ სოციალურ პრობლემას
პრობლემას მხოლოდ და მხოლოდ ზრუნვით, ჩანაცვლებითი თერაპიით უნდა ეყოს სახელმწიფოს და არა რეპრესიით. დღეს ქართული ოცნება, რომელიც ცდილობს ყველა მექანიზმი გამოიყენოს მოქალაქეების კონტროლისთვის და დაქვემდებარებისთვის, მათ შორის ამკაცრებს ნარკოპოლიტიკას, რომლის ლიბერალიზაცია გარკვეულწილად მათი მმართველობის დროს მოხდა, მართალია გარედამბრძოლებით და სწორედ აი მასობრივი საზოგადოებრივი მობილიზაციისა და უკმაყოფილების ფონზე მოხდა, ხო, რეჟიმის უკან დახევა, თუმცა დღეს ისინი აი ამ პროცესებსაც უკან აბრუნებენ და მარიხუანის ხო კრიმინალიზაციაც კი ხდება, რაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში პოლიციის ისევ გამოჩენას, პოლიციის მხრიდან შანტაჟს, პოლიციის მხრიდან კონტროლსა და საბოლოოდ დასჯას შეიძლება დაექვემდებაროს. ამიტომ ცხადია, რომ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პირობებში, რასაც ახლა ვართ, რეჟიმი გამოიყენებს ყველა მექანიზმს და ყველა შრეს, ყველა საზოგადოებრივ შრეს, სადაც ისინი უფრო ჭარბი კონტროლის და დასჯის შესაძლებლობას მიიღებენ. ამიტომ არ მიკვირს, რომ ისინი მაინც ამ საკითხს მათ შორის მიადგენენ. აი ერთ ასპექტზეც მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, აი ნარკომომხმარებლებზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. აი პროცესიდან გააყავთ კერძო სექტორი, კლინიკების სერვისის მიმწოდებელი, კერძო პირები ან ორგანიზაციები. რითი არის ეს კარგი ან ცუდი? იცით, ხო აქ მგონი ძალიან მნიშვნელოვანი არის ისევ და ისევ სრულად კონტროლის აღების ინტერესი, რომ მთელი ეს პროცესი, მის უკან მდგარი ინფორმაცია, კონკრეტული მოქალაქეების მოწყვლადობა, ხო მთლიანად სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებაროს და სწორედ სრული კონტროლის მოპოვება მთავარი ინტერესი. თან იმ პირობებში, როდესაც უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ სამწუხაროდ არის გაზრდილი. ხო, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფერი ამ რეალობაში გამოიყენება ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ სახელმწიფო აღარ აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, ის სრულად არის გამოსული ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომებისგან, ამიტომ ის რაც მას მოქალაქეებისგან უნდა არის კონტროლის მოპოვება, თანხმობის მოპოვება, დაქვემდებარების მოპოვება და ამ პირობებში ბუნებრივია რომ ისეთ მოწყვლად საზოგადოებაში, როგორც თქვათ წამალდამოკიდებული ადამიანები არიან, მას უნდა სრული შესვლა, სრული კონტროლის მოპოვება და მათ შორის აი კონტრარგუმენტები როგორ იქნებოდა ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ჩვენ უთხარით უკვე მაყურებელს რომ არ გვყავს დღეს წარმომადგენელი ქართული ოცნებიდან, ამიტომ აი თქვენ ახლა რასაც ამბობთ, რჩება უპასუხოდ ჩვენ მხოლოდ სხდომებს თუ მივადევნებთ თვალს პლენარულ სხდომებს ან საკომიტეტო მოსმენებს, მხოლოდ ამ კონტექსტში შეგვიძლია გავიგოთ რა უდევს სარჩულად ან ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, თუმცა ვცდილობთ მოქალაქეებს საზოგადოებას უფრო მარტივად და უფრო მასშტაბურად მივაწოდოთ ინფორმაცია. ქალბატონ თამთა, რამდენიმე სხვა საკითხიც მინდა მოვასწრო, აი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ერთ-ერთი ცვლილება ჯარიმის გადაუხდელობას და ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირისთვის ავტომატური პატიმრობის შეფარდებას ითვალისწინებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით მძიმე იქნება პროევროპულ აქციებზე, აი გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებული ადამიანებისთვის, რომელთაგან აი ნაწილს ხუთლარიანი ჯარიმა 10 ჯერ, 15 ჯერ, აი 34 ჯერ, მაგალითად პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში 34 ჯერაც დაუჯარიმებიათ. ამ მიმართულებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების პრობლემურობა რაში მდგომარეობს, აი ესეც რომ ავუხსნათ მაყურებელს. ხო, თქვენ იცით რომ ზოგადად სატრანსპორტო საშუალებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების რეგულირება მოხდა, თუმცა ამ პაკეტში გაჩნდა შეკრებილ მანიფესტაციის ფარგლებში ყველაზე ხშირად გამოყენებული მუხლებში ცვლილებები. ესულება ეხება ზრდომანი ხულიგნობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის, თანმიმდევრისპირის შეურაცხყოფის და შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის საკითხებს. ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლები, რომელიც ყველაზე ხშირად პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენება. და საუბარია იმაზე, რომ თუ პირს ჯარიმა დაეკისრა, მისი გადაუხდელობის შემთხვევაში მას ავტომატურად შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს და ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა ამ ადმინისტრაციული პატიმრობის, აი მინიმალური ზღვარის გამკაცრება, ხო? მაგალითად, თუ წვრილმა ხულიგნობაზე წინა პერიოდში იყო პატიმრობა 5-დან 60 დღემდე, ეხლა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ეს პირობა მინიმუმ 30 დღიანი პატიმრობით იცვლება. ეს რეალობა ამავდროულად ამის ადმინისტრირების წესიც იცვლება, ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების მექანიზმი იცვლება და პირდაპირ სასამართლოში საჩივრდება, როგორც ჩანს, პოლიციის სისტემა გადაიტვირთა
ძალიან დიდი რაოდენობის საჩივრებით და მათ სასამართლო მოიხმეს აი ამ პროცესში. ამას აღარ შევყვები, ალბათ მოქალაქეებისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან აშკარაა, რომ აი ეს მიდგომა ხო, პრინციპში კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორ მიზანმიმართულად, აი ტარგეტირებულად მუშაობს სისტემა იმისთვის, რომ მოახჩოს, დაასუსტოს სამართლებრივ ასე ვთქვათ, ნეხის ქვეშ მოაქციოს პროტესტში ჩართული მოქალაქეები და ყველა ჯერზე ხო იმ ტაქტიკებს, რომელსაც პროტესტის მონაწილეები იყენებენ, უპასუხოს ახალი შეზღუდვებით და ახალი კრიმინალიზებით. კარგად არის ცნობილი, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამღებელთა კოდექსში ბოლო წლებში ხო 24 წლის დეკემბერში 25 წლის თებერვალში ცვლილებები შევიდა და მაშინაც მისი მთავარი მიზანი იყო პროტესტის დასუსტება, სასჯელების გამკაცრება, იცით რომ დაბრუნდა ეს 60-იანი პატიმრობები და კიდე სხვა ის ჩანაწერები, რომელიც თითქოს და გვეგონა რომ ისტორიაში ჩავაბარეთ. ამიტომ აი ეს რაღაცა ტიპის ლეგალიზმი ხო, როგორც ავტორიტარიზმის იარაღი ხო, რომ ისეთი დეგრადაცია მოხდეს სამართლებრივი სისტემის და მისი ბუნების ისეთი ცვლილება, რომ ის სრულად დაიცალოს თავისუფლების დაცვის, თავისუფლების გარანტირების შინაარსისგან და მისი მიზანი მხოლოდ მოქალაქეების დაშლა და კონტროლი იყოს, ეს თვალშისაცემია მთელი კანონშემოქმედებითი პროცესი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას დაემსგავსა, სადაც უფლებები და იზრდება რეპრესია. და კიდევ ერთი კითხვა მინდა მოვასწროთ აუცილებლად და შემდეგ დაგემშვიდობებით. აი მოწმეებთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს უწოდებენ საგანგაშოს იურისტები, ამიტომ თქვენ მინდა მეტი განმარტება გთხოვოთ. ადვოკატები ამბობენ, რომ ადვოკატებისთვისაც კი შეიძლება, კი არა და მათთვისაც კი დამალული დარჩება, ვინ არის მოწმე, საერთოდ იარსებებს თუ არა ეს მოწმე, ხომ არ მოხდება დუბლირება ერთ საქმეში, ან ხომ არ მოხდება ერთი მოწმის ჩვენების ერთი ადამიანის გამოყენება რაღაცა სისტემურად ბევრ საქმეში. მოკლედ, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. თქვენ გითხარით, აი რა არის ყველაზე საგანგაშო ამ ჩანაწერში? კეთილი. ამ ცვლილების მიზანი არის ფარული საგამოძიებო მოქმედების და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის დროს ამ პროცესში მონაწილე პირების და მოწმეების თვის ერთი შეხედვით სამართლებრივი გარანტიების შექმნა ის, რომ მათ შესახებ ინფორმაცია, მათ შორის მათი გამოკითხვის მექანიზმები აღარ ექნებათ დაცვის მხარეს და ექნება მხოლოდ პროკურატურასა და სასამართლოს და რეალურად დაცვის მხარე ხო, სწორედ მისი უფლებების დაცვაში მოკლებული იქნება შესაძლებლობას შეამოწმოს, კითხვები დაუსვას, სადავოდ გახადოს ამ გზით მოპოვებული, ასე ამ მექანიზმებით მოპოვებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს. ჩვენი გადმოსახედიდან იდეაში პრაქტიკაში ძალიან ხშირად ასეთი კონფიდენტები ისედაც საიდუმლო იყო და მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას როგორც წესი ვთქვათ, ლეგალიზებას გამოძიება უკეთებდა ხოლმე ესეთი რაღაცა აბსურდული პატაკებით პოლიციელები, სადაც ისინი თითქოს ამბობდნენ, რომ კონკრეტული დაუდგენელი პირისგან, დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ადგილას მიიღო ინფორმაცია ამის შესახებ. ეს იყო ხოლმე გზა ესეთი ოპერატიული ინფორმაციით, ხო, ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებული ინფორმაციის ლეგალიზების. ხო, თუმცა ეხა ეს გარანტიები უფრო მეტად იზრდება და იმ შემთხვევაში ნახეთ თუ სწორედ ფარული საგამოძიებო მოქმედებით მოპოვებული მტკიცებულება არის არსებით და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება, ხო, რომლის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელი ამ პირების ჯეროვანი გამოკითხვის გარეშე, ხო, მაშინ გამოდის, რომ დაცვის მხარეს აი ამ მნიშვნელოვანი გადამწყვეტი მტკიცებულების გამოკვლევის შესაძლებლობა ერთხმევა, რაც ფუნდამენტურად აღწევს მხარეთა შორის თანასწორობისა და შეჯიბრობითობის უფლებას და საბოლოოდ დაცვის უფლებას ასუსტებს ბრალდებულებს, ხო? ამიტომაც ეს შემოbrunება ასევე მკვეთრად უპირისპირდება მთლიანად სისხლის სამართლის პროცესის ლოგიკას, რომელიც აი ამ შეჯიბრებითობის პრინციპზე დგას და ჩვენ ველოდებით, რომ აი ესეთი ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დაწყებული და უხარისხო დასრულებული გამოძიებებით ისინი გაიმარტივებენ საქმეს და ძალიან ბევრი ადამიანის გამარტივებულ დევნას განახორციელებენ. მადლობა ქალბატონ თამთა, რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენ შეკითხვებს და გემშვიდობებით. ჩვენ ვუსმენდით თამთა მიქელაძეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ სულ რამდენიმე წამში შემოგვიერთდება ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, მასთან ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე, ხალხის წინააღმდეგობის მოძრაობის ფილოსოფიაზე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების პატიმრობის პროცესზე, სამოქალაქო აქტივისტებისთვის თავისუფლების
რამდენიმე წლით შეზღუდვის ფაქტებზე, ზოგადად პროცესებზე, რომელმაც დღეს საზოგადოებაში ბევრს ყვარყვარე გაახსენა მოწინააღმდეგეების დაპატიმრების კონტექსტში. საინტერესოა ამ პროცესის შეფასება, როგორ ხედავს ფილოსოფოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ჩვენ შეგვიძლია უკვე მივესალმოთ ბატონ გიას. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობთ გადაცემაში და გვაძლევთ საშუალებას თქვენი ანალიზი ჩვენს აუდიტორიასაც გაუზიაროთ. ბატონ გიორგი, არ არის დღეს საქართველოში თქვა მარტივი მდგომარეობა, პოლიტიკურ კონტექსტს გულისხმობ და ამით მინდა დავიწყო თქვენის ნებართვით. 6 ოპოზიციონერი ლიდერი და 2 ყოფილი პოლიტიკოსი დღეს ციხის საკანშია. ძირითადად მათ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობით კანონის დარღვევას ედავებიან. ასევე ვხედავთ სამოქალაქო აქტივისტებს პატიმრობაში. თვითმმართველობის არჩევნების წინ როგორ შეიძლება შეფასდეს ქვეყანაში მიმდინარე ეს პროცესები? ასე შეუძლია ხელისუფლებას პოლიტიკური წინააღმდეგობის განეიტრალება? მოგესალმებით პირველ რიგში. იცით რა არის, აი ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კანონ დარღვევას აქვს ადგილი არა და ჩვენი ქვეყანა ამ ერთ წელიწადში რეალურად სხვა ქვეყანა გახდა. ჩვენ აღარ ვიცნობთ ამ საქართველოს, ეს აღარ არის ის ქვეყანა, ის საქართველო და აქ ქვეყანა და ტერიტორია და ხალხი ხო არ არის, ეს არის სახელმწიფო არა და სახელმწიფო რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ გავიღვიძეთ სხვა რეალობაში. მიღებული არის და ყოველ დღე მიიღება უკვე შეუძლებელიც კია დაწევა, აი მართლა რაღაცა ხელოვნური ინტელექტი თუ დაეწევა იმ რაოდენობის საკანონმდებლო ცვლილებებს და მათ გააზრებას, რომ იმის მიხედვით მივხვდეთ სად ვიმყოფებით. აი ყველაზე დიდი გაუგებრობა არის ჩვენ სად ვართ ახლა, რა სისტემაში ვართ, რომელ სახელმწიფოში ვართ არა და აპელირება იმაზე, რომ კანონ დარღვევა არის. მოდით აი მართლა ფილოსოფიურად დავსვათ ძალიან მარტივ და ადვილად გასაგებ კითხვას და საკითხს. დავსვათ ესე. ეს არის გასამიჯნი ორი ძირითადი ცნება. ერთი მხრივ არსებობს კანონიერება და მეორე მხრივ არსებობს სამართლიანობა. კანონიერება ნიშნავს იმას, რომ რაღაცა არის კანონით დაწერილი და ამ კანონის მიხედვით სრულდება. ისევე როგორც კანონიერი არის მაგალითად როდესაც ინკვიზიცია ადამიანებს კოცონზე წვავდა, ეს იყო კანონიერი ქმედება, ის რომ ადამიანებს 4-ად კვეთდნენ, სახჩობელებზე კიდდნენ, რა ვიცი, ძელზე გასმა, ესეც კანონიერი იყო, მაგრამ იყო კი სამართლიანი? ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე, იმიტომ რომ სამართლიანობა სხვა რამეს გულისხმობს. კაცობრიობამ გამოიარა ძალიან დიდი გზა იმისთვის, რომ სამართლიანობა წინ დაეყენებინა და კანონები და კანონიერება ყოფილიყო სამართლიანობის იდეასთან შესაბამისობაში ყოფილი. ჩვენ ეს გზა გამოვიარეთ ამ ბოლო 3-4 წლეულშიც, როდესაც ყოველთვის გჯეროდა, რომ ყოველი ახალი დღე, ყოველი ახალი ეტაპი არის უკეთესობისკენ მიმართული, ანუ უფრო მეტად ვაცნობიერებთ რა არის სამართლიანობა და კანონმდებლობას მივასადაგებთ სამართლიანობის ჰუმანიზმის იდეას. რომ ადამიანი იყოს არა რაღაცა საზარბაზნე ხორცი, რაღაცა ნივთი, რომელსაც შეიძლება გადაუარო, გადმოუარო, დასაჯო, აწამო, საშინელებები გაუკეთო და ასე შემდეგ, არა? წინა ხელისუფლებასთან, სააკაშვილის ხელისუფლებასთან რა იყო მთავარი პრობლემა, რატო შეზიზღდა ის ადამიანი მოსახლეობის საკმაოდ სერიოზულ ნაწილს? ეს იყო მისი ნულოვანი ტოლერანტობა, ხო? აი ცნობილი ვიდეო, ყველანი ციხეში და შესაბამისად კანონმდებლობის ისე შეცვლა, რომ ადამიანი მართლა ყველა გამხდარიყო დამნაშავე, ან პოტენციური დამნაშავე და ყველა დაესაჯა, დაეპატიმრებინა. აი ამ ეტაპზე რა მოცემულობა გვაქვს, ბატონ გიორგი, სამართლიანობა კანონიერების წინააღმდეგ ისევ ამ დაპირისპირებას ადევნებს, ეხლა თვალყურს საზოგადოება და რა მივიღეთ? ანუ კანონიერება ეხლა ესე იგი დაჩრდილა სამართლიანობა თუ როგორ შეიძლება ეს აიხსნას? იცით რა, არა მარტო დაჩრდილა, იცით, აი ეს არის ძველი ბერძნული სიტყვა დრაკონული კანონები. დრაკონი კონკრეტული კანონმდებელი იყო და მისი სახელი ეწოდა, რომელიც ისეთ შემზარავ კანონებს ქმნიდა, რომ მისი სახელი იქცა ესეთ საზოგადო სახელად და მეტაფორად და დღემდე ხმარობ დრაკონულ კანონებს. საქართველოში დრაკონული კი არა, მართლა რაღაცა გველეშაპური კანონებია უკვე.
ეს არ არის ნორმალური, იცით, 21 საუკუნეში გვაქვს ჩვენ რაღაცა შუა საუკუნეების კანონების შემოღება მიდის. სადაც ყველანაირ დეჰუმანიზაციაზეა ლაპარაკი, იცით, აი მართლა პარალელები რუსეთს და ბელორუსიას დიდი ხანია გადაუსწარით. შევადაროთ მათი კანონმდებლობები, თან ამ ერთ წელიწადში დროის კონტექსტში გულისხმობთ ალბათ, ხო? არა მარტო დროის კონტექსტში გადაუსწარით, ბევრად უფრო რეპრესიული სისტემა არის ამ კანონმდებლობით საქართველოში, ეს არის რაღაცა წარმოუდგენელი. არც ერთი ცოცხლები, ვინც ვართ საბჭოთა დროისში დაბადებულ გაზრდილები, არ მოვსწრებივართ ესეთ ჯოჯოხეთურ კანონმდებლობას, ესეთ ანტიჰუმანურ კანონმდებლობას, ესეც მიმართულს მართლა დაჟჯისკენ, წამებისკენ, რეპრესიისკენ გაუთავებლად, არა? მწვანე შუქი რო ეხსნება ხელისუფლებას იმისთვის და ხედავთ როგორი სასამართლო გვაქვს. ძალიან ძნელია ამას უწოდო მართლა რაღაცა სამართლიანობასთან ეს სიტყვა დააკავშირო, არა? ცრუმოწმეებს ხედავთ, ეხლა იგრძალება რომ აღარ ნახონ რომ ცრუმოწმეები მოყავთ. კი ბატონო. და ამიტომ აიგრძალა გადაღება და გაშუქება სასამართლო პროცესების, იმიტომ რომ რაებიც გვაჩვენეს ამან შეგუზარა ცალკე, რომ აღმოჩნდა რომ მოწმეები თითქმის ყველანი ცრუობდნენ, არ ცხვენოდათ, იცით, აქაც ხო მორალური კანონის დარღვევა, ან თუნდაც კი ვთქვათ რელიგიური კანონის, იქნება ეს ქრისტიანული კანონი, ისლამური კანონი, ერთ-ერთი უდიდესი და მთავარი ცნები, მცნების არ მოიტყუო. სულ ჩვენ ცილი არ დასწამოთ. ჩვენ ხედავთ ცილის წამება, ანუ ყველანაირი ეთიკა ნადგურდება. რელიგიური ეთიკა ნადგურდება, იმიტომ რომ ყველა ვინც ჩვენებას იძლევა, ეს არის ცოდვილი და დამნაშავე და მიუტევებელ ცოდვას ჩადის ქრისტიანული თვალსაზრისით, თუნდაც ისლამური თვალსაზრისით, არა? მორალური თვალსაზრისით ჩვენ მორალურად ვნადგურდებით, იმიტომ რომ რაღაცა ჯოჯოხეთურ ანტიჰუმანურ კაცთმოძულე კანონმდებლობას ქმნით და ამას ქმნიან აბა ერთმანეთს და ბატონო გიორგი, აქვე კონტექსტურად მინდა შემოვიყვანო აი ეს ადამიანები, პატიმრობაში მყოფი ადამიანები, რომელთაც საზოგადოების ნაწილი სინდისის პატიმრებს უწოდებს. ჩვენ ვხედავთ მათი ახლობლები, მათი იდეის გამზიარებელი ადამიანები არ წყვეტენ საპროტესტო აქციებს. მართალია ეს ცვალებადია მასშტაბებში, შეიძლება დღეს რამდენიმე 1000 ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, ჩვენ ვნახეთ მილევადი რეჟიმიც თითქოს, მაგრამ აქ ამბავი არის ის, რომ საპროტესტო განწყობა მუხტი არსებობს. მინდა გკითხოთ, აი რა ასულდგმულებს სახალხო საზოგადოებრივ წინააღმდეგობას, აი როგორია ამ წინააღმდეგობის ფილოსოფია, როგორ მოხდა ისე, რომ ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად რაოდენობას, აი თავებს ითვლიდა ადამიანების და არწმუნებდა ყოველ შემთხვევაში თავის აუდიტორიას, რომ დღეს თუ არა ხვალ საბოლოო ჩაქრებოდა, მოკვდებოდა ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, როგორ მოხდა, რომ ის დღეს ისევ ცოცხლობს? იცით რა არის, აი აქ ანალოგია შეგვიძლია სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიხედვით, აი იგივე ბელორუსიდან წარმოვიდგინოთ, არა? ნუ იქაც იჭერენ შესაბამისად ყველას, ვინც გამოდის რუსეთში, მაგრამ მაინც გამოდის ხალხი, აი ეგ არის, მაინც აპროტესტებს, რაღაცა ფორმით ყველა აპროტესტებს. აიძულეს ხალხი გაქცეულიყო რუსეთს, თქვათ, რომელიც არის 155 მილიონი მოსახლეობა ყავს, მას შეიძლება კონდეს ის ფუფუნება, რომ თქვათ რაღაცა პროცენტმა, რამდენიმე მილიონმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა. მიუხედავად ისა, რომ ძირითადად განათლებული და კულტურული ფენა ტოვებს. საქართველოს აღარ იარსებებს, აი ეს გავაცნობიეროთ. საქართველოსდან კულტურული ფენა და ის კულტურული ფენა, დღეს კულტურული ფენა სწორედ არის ის, ვინც აკრიტიკებს. ეს არის ვალდებულება, რომელიც ადამიანს თავისი განათლებით, თავისი ცოდნით, თავისი კულტურული საქმიანობით ეძლევა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო მხატვარი ხარ და ეხლა მე უნდა ვხატო, ან ლექსები ვწერო. ეს შენი პროფესიული საქმიანობა გავალდებულებს, რომ თვალები არ დახუჭო იმაზე, რაც ხდება. შენიშვნა მიცე, გააკრიტიკო, არა ის რომ რომელიღაცა პარტიის, რომელიღაც მიმართულების მხარდაჭერი იყო, არანაირი პარტიის მიმართულების და არანაირი პარტიული არ ყოფილვარ, ნუ რაღაცა ბავშვობის თუ თინეიჯერობას თუ არ გავიხსენებთ, არ ყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ბუნებრივად ჩემი პროფესია მავალდებულებს. ეგ არის, ეს მოიცავს, გულისხმობს, რომ კრიტიკული იყო და ამ კრიტიკულ და აცნობდე ხალხს, ეს არის საგანმანათლებლო შემოქმედებითი საქმიანობა, რა. გავიაზროთ რა, აი იმ ადამიანებს ვკითხოთ, იმ დეპუტატებს, რომელიც რიხინ-რიხინი და ტაშის გრიალით ხარს უჭერენ, აი ამ ურჩხულურ რაღაცა ჯოჯოხეთურ, მართლა ჯოჯოხეთი გინდათ მოაწყოთ, აი წარმოსახვაში ადამიანების ფანტაზიაში რაც იყო როგორი არის ჯოჯოხეთი, გინდათ მიწაზე აგვიშენოთ და საქართველოს იყოს ოფიციალური ჯოჯოხეთი? აი აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი, ხო? ადამიანები ვის რა ვიცი, იცით, აი ეს ახალი
კანონმდებლობა, ახალი კანონი, რომელიც რეალურად კონსტიტუციურ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან 2015 წლის წინააღმდეგობაშია ნარკომომხმარებლობასთან დაკავშირებით, რა. ჩვენ რამხელა შვება ვიგრძენით თელმა ქვეყანამ. ადამიანი არ არის საჭირო რომ რაღაცა თვითონ იყოს პირად კავშირში ნარკომანიასთან ან ნარკოდამოკიდებულებას. როდესაც ხედავ, რომ ამას, ამ მოვლენას, ამ საშიშ შემზარა მოვლენას აქვს თავისი სოციალური საფუძვლები. ადამიანი კაიფის გამო და სიამოვნების გამო არ ხდება ნარკოდამოკიდებული, არა, მას აქვს სერიოზული რთული ცხოვრებიდან გამოწვეული შედეგები. ამ და რამხელა შვება იყო და რამხელა გამარჯვება ჰუმანიზმის, ადამიანის, კაცმოყვარეობის იდეის, როდესაც 2015-16 წლებში აი ეს რაღაცა დეკრიმინალიზაციის პროცესი, ჰუმანისტური მიდგომა დაიწყო. ეხლა ყველაფერი ის კარგი საქმეები და მართლა იყო უამრავი კარგი საქმის გახსენება შეიძლება, რომელიც სწორედ ოცნების მართულობის დროს შეიცვალა, სიკეთისკენ შეიცვალა. ერთი ხელის მოსმით სპობენ და ანადგურებენ თვითონ. ბატონო გიორგი, აი რის მიღწევას ცდილობს ამით, თუნდაც დიახ, აი ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, ეხლა რასაც თქვენც ამახვილებთ ყურადღებას, დაჩქარებული წესით, განხორციელებული ახალი ჩანაწერები კანონებში, აი რის მიღწევას ცდილობს, რა ტიპის მმართველობას ამყარებს ეს ხელისუფლება და რეალურად რას მიიღებს? აი ამ შემთხვევაში მიზანი ამართლებს მათი მიზანი სხვა ახსნა ამას ალტერნატიული აზრი ვერ მოიძებნება. ეს არის ავტორიტარიზმი და დიქტატურის დამყარება. და დიქტატურები და ავტორიტარიზმი სპობს, ნაციას სპობს, მის კულტურას ანადგურებს, მის საუკეთესო ნაწილს, შემოქმედებით ნაწილს სპობს. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს, რაც ქვეყანას შეიძლება დაემართოს. ავტორიტარიზმზე და დიქტატურაზე დიდი ეს არის იგივე, რა ვიცი, მეოთხე სტადიის სიმსივნე, როდესაც ადამიანის მაგალითი რო ავიღოთ. აი ამისკენ მიდის ეს ყველაფერი და რეალურად უკვე ვხედავთ, რომ სახეზეა. ნუ თუ მათ, რა ვიცი, დასამშვიდებელი მისცენ ამ დეპუტატებს ან რაღაცა გამოაფხიზლონ და კითხოთ, ეს გინდათ? ამაზე ხართ ხელის მომწერნი, იაზრებთ რა შადიხართ. რა ჯანდაბაში გჭირდებათ ის ფული, ქონება და ძალაუფლება, თუ კი მისაფურთხებელი იქნება თქვენი საფლავები, როდესაც როგორიც გვაქვს, როგორიც სერგო ორჯონიკიძეა და რა ვიცი, მთელი ის ბოლშევიკები, რომლებმაც აქ უბედურებები დაატრიალეს და დღემდე სალანძღავია მათი სახელები. ხო ეჭვი არ გეპარებათ, ეს ხო ორჯერ 2-4-ია. რომ თქვენ ზუსტად იმად გადაიქცევით თუ გონს არ მოხვალთ ბატონო გიორგი აი ბატონო გიორგი დაბაში გჭირდებათ ეს ძალაუფლება ბოლოს ერთი კითხვა მინდა მოვასწროთ თქვენთან სამშობლოს გამანადგურებელი და დამასამრებლები იყოთ ერთი კითხვა მინდა მოვასწრო ასევე ცოტათი რომ შევაჯამოთ აი რა ეტაპზე რა ვითარებაშია დღეს საქართველოს რა ქვია ამ პროცესებს არის თუ არა რელევანტური თანამედროვე საქართველოში ჰანა არენტის იდეები იმიტომ რომ აქ ფილოსოფიური მიმართულება სწორედ ძალაუფლება უუფლებობა ძალაუფლების დაკარგვა ან ზედმეტად მომხვეჭელობა იყო ხო თავარი ხაზი ჩვენ რა შეგვიძლია დღეს ვთქვათ, აი რა პროცესს უყურებთ და გამოსავალს თუ ხედავთ, თქვენ შესაძლებელია ეს ცოტა რიტორიკულად ჟღერდეს და რაღაც ისტორიული ფორმაციები ყოველთვის ალაგებს შემდეგ პროცესებს, მაგრამ აი დღეს ამ გადასახედიდან რა შეგვიძლია ვთქვათ, საით მიდის საქართველოს და გამოსავალს რა შეხედავთ? იცით რა არის, მე აი ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა და ეს კიდევ ვიმეორებ, ამას არც რა ვიცი, ჰეგელის და კანტის ცოდნა ჭირდება და არც ეს იმდენად მარტივი და თვალნათელი და ცხადია. ოდენავ აი მართლა 10-ის ფარგლებში გამრავლების ტაბულა არის, ამისთვის საჭირო მიხვდე, რომ ჩვენ არანორმალური ტემპით ვარდებით ქვესკნელში, უბსკრულში ჩაძირვა არის და ისეთ პატარა და სუსტ ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ, ისე მცირე რიცხოვას შეიძლება ეს იყოს საბედისწერო, მოკვდეს, განადგურდეს, ვერ გაუძლოს. ჩვენ ზედმეტად ბევრი კატაკლიზმები გამოვიარეთ ბოლო 4-10 წლეულში. როგორ გადაურჩით, ეს არის გასაკვირი. და მოგვეცა იმედი, რომ აი თავს დავახცევთ, რაღაცნაირად განვითარდებით. ჩვენი ცნობიერება ამაღლდება. იცით რა, ქვეყანა, რომელსაც ესეთი სადამსჯელო კანონები შემოაქვს, იქ გამოდის, რომ ნუ ბარბაროსების რაღაცა ის არის, გამოქვაბულის ადამიანების ქვეყანა არის. სადაც ადამიანი არ ფასობს.
მონათფლობელობაც კანონიერი იყო, მაგრამ სამართლიანი იყო. ანუ ჩვენ მაკეთკენ მივდივართ, თუ ვერ ვიაზრებთ, რომ ვიღაცა ერთი ადამიანის ან მისი გარემოცვის ახირებას, გაუგებარ ახირებას, მათ ეს ყველაფერი არაეგორებინათ, შეიძლება ბევრად მაღალი პროცენტი აეღოთ არჩევნებზე. იმიტომ რომ ოპოზიცია არ ყავდა ამ ქვეყანას და უპრობლემოდ მოიგებდნენ ბევრად უკეთესად ამ არჩევნებს. რაში ჭირდებათ ეს ყველაფერი? ეს მადლობა თქვენ. რატო უნდათ ამ ქვეყნის მოსპობა და განადგურება? თუ ამდენს ვერ ხვდებიან, თუ შეგნებულად აკეთებენ ამას. ხო, ეს არის მთავარი კითხვა. აქედან არ იქნება გამოსავალი, ბოდიში იცით, არ არის აქედან, როდესაც ადამიანი, რა ვიცი, გაზის კამერაში ათავსებს საკუთარ ხალხს, საკუთარ ოჯახს და თვითონ თავს იფეთქებს, იქ ვერ იტყვი რომ გამოსავალი არსებობს. და დღეს რასაც ძალაუფლება გვიკეთებს, ეს არის ყველას მთელი ქვეყნის გაზის კამერაში მოქცევა და ცეცხლის მინთება. დიდი მადლობა საინტერესო თვითონაც ვერ გადარჩებიან და თითქოს თვითონ იძირებიან და ჩვენც უნდა ჩაგვძიროთ. დიდი მადლობა თქვენ, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა თქვენ. მადლობა საინტერესო ანალიზისთვის. მე მაინც ვფიქრობ რომ გამოსავალი უნდა არსებობდეს და გამოსავალი არის ხალხში და ხალხის გადაწყვეტილებაში. მადლობა ჩვენ სტუმარს, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ასეთი იყო დღეს ჩვენი სათქმელი. მადლობა რომ გვიყურეთ. გეტყვით რომ პატიმრობაში რჩება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ჟურნალისტის, მედია მენეჯერის სასამართლო პროცესი ხვალ 4 ივლისს განახლდება. თავისუფლება მზია ამაღლობელს.